96 ჰუმანოიდისებრი არსებაა. სიმაღლე დაახლოებით 2.4 მეტრი. ობიექტს მცირე კუნთოვანი მასა აქვს. როგორც წესი, SCP-96 წყნარია. კამერაში განთავსებული ვიდეო კამერები ადასტურებენ, რომ დღის უმეტესობას კედლების გასწვრივ სეირნობაში ატარებს. მაგრამ როგორც კი ვინმე მისახეს და ინახავს, სულ ერთია თუნდაც ვიდეო ან ფოტოკამერაზე. SCP-96 ემოციური შოკი ემართება. მაგრამ როგორც კი ვინმე მისახეს და ინახავს, სულ ერთია თუნდაც ვიდეო ან ფოტოკამერაზე. SCP-96 ემოციური შოკი ემართება. SCP-96 ხელებით სახეს იფარავს და იწყებს ყვირილს და ტირილს ერთდროულად. დაახლოებით 1-2 წუთში, როცა ადამიანი მისახეს და ინახავს, SCP-96 მასთან აღმოჩნდება, სადაც არ უნდა იყოს ის. ექსპერიმენტი 96-1 მიზანი SCP-96 შესაძლებლობების გადასტვა. D9.1031 32 წლის ბრალდებული, მის ჭილი აქვს 15 წელი. D9.1031 მოთავსებულია ბატისფეროში 303-ში, რომელიც ახალი ზელანდიის ერთ-ერთ კუნძულთან ახლოს წყლის ქვეშ იმყოფება. ის დაახლოებით 3000 კილომეტრითაა დაშორებული იმ საგნიდან, სადაც SCP-96 იმყოფება. მოცემული ვიდეო მასალა გადაღებულია ვიდეო კამერით, რომელიც მოთავსებული იყო ბატისფეროში. Getting big roaming bills after a trip can feel ბატისფეროს 303 უახლოვდება დანიშნულ სიღრმეს. როგორც იქნა გაჩერდა, ახლა რა ხდება? თავს კარგად გრძნობთ, გულის რევის შეგრძნება ხომ არ გაქვთ? ყურები მტკივა. ეს მოსალოდნელი იყო. ახლა თქვენგან მარცხნივ უნდა იყოს რკინის კონტეინერი, გახსენით და ამოიღეთ ფაილი. მასში რამდენიმე ფოტო იდება. აიღეთ ხელში და აგვიღწერეთ პირველი ფოტო გთხოვთ. აგვიღწერეთ პირველი ფოტო თუ შეიძლება. არაფერი არ ჩანს, აქ ცარიელი საკანია. მადლობა, გთხოვთ ეგ ფოტო თქვენგან მარჯვნივ მდებარე კონტეინერში შეინახეთ და შემდეგ ფოტოს დააკვირდით. იგივე კამერა, მაგრამ აქ გონი აქ ფეხი ჩანს. აგვიღწერეთ თუ შეიძლება. სუსტი, თეთრი ფერის ფეხია. ცოტა საშიშია სხვათა შორის. იქ ფოტოს კონტეინერში შეინახეთ და შემდეგს დააკვირდით. აგვიღწერეთ ფოტო. კარგი. ჩანდაბა.
აგვიხწერეთ ეს ფოტო. ეს არ ვიცი რა არის, რა საშინელებაა, ვინ არის ეს? აგვიხწერეთ ფოტო თუ შეიძლება. ჯანდაბა, ის თეთრია, თვალებიც თეთრი აქვს, მის პირს რაღაც საშინელება სჭირს. ამ დროს დაახლოებით 13 საათსა და 12 წუთზე ადგილობრივი დროით დოქტორ დენსა და კორპორაციის უფროსობაში ატყობინეს, რომ SCP-096-მა გაანგრია საგანი. უახლოესი მანძილი SCP-096-დან ბატისფერომდე გათავისუფლებულია სამოქალაქო პირებისგან და ნებისმიერი მოწყობილობისგან, რომელთაც შეუძლიათ გამოსახულების დამახსოვრება. ამ დროს SCP-096-ის გადაადგილებას აგვირდებიან სატელიტებითა და ხელსაბამის საშუალებით, რომელიც მის კისერზეა მიმაგრებული. თქვენგან მარჯვნივ კიდევ ერთი რკინის კონტეინერი უნდა იყოს, გახსენით ის. აქ მხოლოდ ფურცელი და ბანკარია. კი ბატონო, გთხოვთ დახატეთ ის, რაც დაინახეთ. რა ჯანდაბას გეთებინებენ? დავასრულე. კარგი, ნახატის შემნახვალ საგანში შეინახეთ და დახურეთ. ნახატმა დატოვა ბატისფერო წყალგაუმდარ კონტეინერში და გაემგზავრა ლაბორატორიაში. დარჩენილი ფოტომასალა კი უნდა განადგურდეს. ახლა რა ხდება? გთხოვთ მოთმინება იქონიეთ. სათვალთვალო მოწყობილობების თანახმად SCP-096 უკვე ადგილზეა. დაახლოებით 7000 მეტრის სიღრმეზე სიგნალი გაქრა. ვიდეო კამერა გვაჩვენებს, რომ ბატისფერო მოძრაობს. SCP-096-ის ხასიათის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის უკვე ადგილზეა და მისი დანახვა შეიძლება ილუმინატორიდან. ეს რა ჯანდაბაა? ვიდეო და აუდიო კავშირი შეწყდა, რადგან ბატისფეროს კორპუსი დაზიანდა. SCP-096 დაბრუნებულია საგანში სამაშველო ჯგუფის მიერ ინციდენტების გარეშე. SCP-096-ის მონახაზი ასევე გადარჩა, მიზანი მიღწეულია. სრაგმა ტესტმა აჩვენა, რომ ნახატის დანახვის შემთხვევაში SCP-096 არანაირ აგრესიას არ ავლენს.